მოგახსენებთ, რომ მე ერთი ეტაპი ჩვენ დავამთავრეთ შიდა მტკიცებულებების მოკვლევის, მაგრამ ეს პროცესი გრძელდება დაახლოებით 30 ადამიანს გავესაუბრე, რომ პირველადი ჩვენებები მიგვეღო. გულისხმობ დაზარალებულებს აქციის მონაწილეებს. დიახ, დაზარალებულებს. ასევე ქიმიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც ძალიან ბევრ კითხვებს სვამენ თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რადგან არ გაუცია არც დაარახველიძეს სანქცირებულ დაარახველიძეს შინაგან გასაქმეთა სამინისტროდან და არავის პასუხი. როგორ შეერია ეს სითხე, ხო? ეს სითხე იყო მოთავსებული ყველა მანქანაში და ყველა წყლის ჭავლის მანქანაში თუ განთავსებული იყო მხოლოდ ერთში ან ორში. ამის შემდეგ კი მაგრამ რა დოზებით იყო ეს სითხე შერეული, შეერია სადმე ცალკე ტერიტორიაზე, ამიტომაც გვჭირდება ჩვენ საერთაშორისო გამოძიება. იმიტომ რომ იქაური ექსპერტები მარტივად, ასევე ჩვენ მადლობა ღმერთს გვაქვს ტანსაცმელი, რომელიც და სხვადასხვა აღჭურვილობა, რომელიც არ არის გარეცხილი, ან შენარჩუნებულია და რომელიც იქნება მტკიცებულება ერთ-ერთი. ცალსახად იქნება მტკიცებულება. ეს მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარეობს ყველას უკვე ევროპარლამენტშიც, ევროსაბჭოშიც შეტყობინება მიღებული აქვს სხვების წერილებიც, როგორც მე ვიცი და ასევე ჩვენი მიმართვაც დაზარალებულების ციტატებისა. რეაგირება იქნება აუცილებლად, შეიძლება არ იყოს ახლა, იმიტომ რომ წლის ბოლოს ხვალ იქნება დარწმუნებული ვარ მსჯელობა. მაგრამ შემდეგ გაგრძელდება იანვარში, იმიტომ რომ ამ ტიპის დანაშაულს უბრალოდ სურვილი რომ იყოს პოლიტიკური, ხო? საერთაშორისო ასპარეზზე ვერავინ ვერ უგულებელყოფს იმდენად მნიშვნელოვანია.